ამ შეკრებაზეც მინდა გკითხოთ, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მე მინდა მითხრათ, რა მოისმინეთ თქვენ გუშინ ბესარიონ ალავიძისგან და რისი საფუძველია ის მხილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ პრაქტიკულად 2 საათნახევრიან უწყვეტ ჩანაწერში მოყვა და თუ მოისმინეთ ზოგადად სრული ჩანაწერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ქართულ მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ძალიან მძიმე საკითხებზე საუბრობს, რა თქმა უნდა, ბესალავიძე. ეს თემები სხვადასხვა დროს ანგარიშებში ხდებოდა, ორგანიზაციების განცხადებებში ხდებოდა. პირადად მე ძალიან ბევრ საკითხზე ვსაუბრობდი ხოლმე სხვადასხვა პერიოდებში, თუმცა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საფასებელია, რომ უშუალოდ მოსამართლე, რომელიც საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ხოლმე უკვე გავლენები და სხვა ფორმით ზეწოლები ხორციელდება, საუბრობს ამაზე ღიად. ის იყო უმაღლესი, ასე ვთქვათ, ინსტანციის მოსამართლე, ბუნებრივია მის მიმართ ინტერესი იყო ძალიან მაღალი, თანაც ეს იმ დროს, როდესაც უზენაესი სასამართლო არ იყო დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული კლანის მიერ ისეთი ფორმით, როგორც დღეს არის, ანუ სრული მმართველობა აქვს დღეს, ხო, უზენაეს სასამართლოში და მთლიანად სასამართლო სისტემაში, ფაქტობრივად იშვიათი გამონაკლისების გარდა თუ არ ჩავთვლით დაუშვათ ქვედა ინსტანციებში ამ გავლენიან ჯგუფს შესაბამისად მის მიმართ მაშინ იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი, ის საუბრობს მოგეხსენებათ გვენეტაძეზე, ყველა ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღები და წესით ამ ყველაფერზე გამოძიება უნდა იწყებოდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ, რომ რა თქმა უნდა, საჭირო არის, რომ ესე იგი, გუშინდელი ჩანაწერის შემდეგ ჩემთვის უფრო ცხადი გახდა მურუსიძის და ჩინჩალაძის გარდა, რატომ დაასანქცირეს კლანის თურმე ერთ-ერთი მთავარი თავის დროზე მოსამართლე ვალერი ცერცვაძე. იცით რა არის, არასდროს არ აღმინიშნავს ამის შესახებ, მაგრამ აიც მინდა რომ თქვა, ეს ადამიანი ვალერი ცერცვაძეზე, როდესაც საუბრობთ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსამართლე აღარ არის, ძალიან წარმატებული, ასე ვთქვათ, ბიზნესმენია, მისი ოჯახი არის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ ბიზნესებში ჩართული და ბევრი ადამიანი სარგებლობს მათი სხვადასხვა სერვისებით და პროდუქტებით. ჩვენც რაღაცნაირად ცოტა საზოგადოება საქართველოში სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ძალისხმევა გვჭირდება, რომ მაქსიმალურად წინაგუდგეთ აი ამ ბოროტებას, როგორიც არის კლანური მმართველობა, გავლენების სასამართლოზე, ზეწოლა მოსამართლეზე და პოლიტიკური მართლმსაჯულება. შიგნიდან თუ გარედან სისტემაში სხვადასხვა ადამიანები მუდმივად არიან ჩართულები სხვადასხვა ფორმით და ცერცვაძეც არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც ბუნებრივია, რომ სანქციები გაიცეს სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც მას წარსულში ჰქონდა და ახლაც ბევრი კითხვებია მასთან მიმართებაში. ბესარიონ ალავიძე, რასაც ყვება, ბევრი რამ თითქოს ცნობილი იყო, მაგრამ არის ზოგიერთი დეტალი, რომელიც მაინც შოკის მომგვრელია. დღეს გამოეხმაურა უზენაეს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და თქვა, რომ ახლა ნერვები არ მომიშალოთო და არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. უარყო ყველაფერი უარყო ასევე ლევან მურუსიძემ, ასევე გვრიტიშვილმა. თქვენ რომ უდიპლომო კაციაო ეს ალავიძე და მის მიერ დასახელებული საქმეებიო, ძველი ჩანაწერებიაო, ანუ რას აბათილებს აი ეს პასუხები თუ შეგიძლიათ გითხრათ იმ დანაშაულებს, რაზეც ლაპარაკობს ალავიძე. ისიც რა, ეს ყოფნის თუ არა ის კომენტარები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ვერ გააბათილებენ ასე მარტივად. გასაგებია გვეტიშვილი და მურუსიძე რა სიტყვა და ეს სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელია მათი რეაქცია. ნინო გვენეტაძე მზიათოდუა, ეს სახელებიც იყო ძალიან მძიმე კონტექსტში ნახსენები გუშინ. კი, გვენეტაძეს რაც შეეხება, მან ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა, ძალიან დიდი შეცდომები, იმიტომ რომ შეეძლო ბევრი რამის გაკეთება და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მას ჰქონდა ძალიან სერიოზული ნდობა საერთაშორისო პარტნიორობის მხრიდან, ჰქონდა ძალიან კარგი კონტაქტები, კავშირები და სარგებლობდა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობებით, პროექტებით. ჰქონდა კავშირები ხელისუფლებაში, მაშინ განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა იმ პერიოდში ქართულ ოცნებას, ანუ შეიძლებოდა მეტნაკლებად რაღაცა ტიპის შედეგებზე გასვლა, მეტნაკლებად, თუ კი ძალისხმევა იქნებოდა სათანადო იმ პერიოდში, ახლა ეს ფაქტობრივად რატომ არ გამოიყენა ეს შანსი ქალბატონმა ნინომ, რისი შეეშინდა? ორი რამის გამო მე ესე ვიტყოდი. ერთი რომ არც უნარი შესწევდა ამის და ეს ყველაფერი რეფორმატორი არ იყო, ის არ ჰქონდა მას ისეთი ხედვები,
რომელიც ძალიან გასაგებია. ანუ გამოდის რომ როცა წინა ხელისუფლება ამბობდა რომ ნინო გვენეტაძე არ არის საკმარისად კეთილსინდისიერი მოსამართლე ეს სწორი ყოფილა ასე გამოდის. ქაბატონ ნანს თქვენ რატომ ხართ ემიგრაციაში ახლა ეს რომ გითხრათ თუ შეიძლება? შეძლებს დაგვარად ძალიან რა ვიცი ნორმალურად. რთულია რა თქმა უნდა საქართველოსთან შორს ყოფნა. ძალიან რატომ მოგიწიათ ემიგრაციაში წასვლა? ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის. თავიდან ვიყავი როგორც თქვენ ხომ არ იყავი ზეწოლის მსხვერპლი კლანისგან, საზოგადოებისგან, ხელისუფლებისგან? მე თავდაპირველად უბრალოდ ფაქტები რომ დავასახელო, წამოვედი როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი. ახლაც გარკვეული აფილაცია მაქვს კოლუმბიის უნივერსიტეტთან, პარალელურად სხვა საქმიანობას ვეწევი პროფესიულს, რა თქმა უნდა. სხვადასხვა მიზეზების გამო ასე ვთქვათ. გასაგებია, ვერ ლაპარაკობ. რაც შეეხება აი ამ მე ჩამოვთვალე ქალაქები, ქვეყნები, სადაც ემიგრაცია იკრიბება, თქვენ რა იცით ნიუ-იორკში ბევრი ადამიანი აპირებს თუ არა შეუერთდეს ამ აქციას და გააგონოს ქართველი ხალხის, ჩაგრული ხალხის ხმა მთელს მსოფლიოს. როგორც იცით, უცხოეთში როგორც წესით საკმაოდ რთულია ხოლმე ესეთ ტიპის აქციებში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ქართველია სამწუხაროდ ნიუ-იორკში, აი მე პირადად ვარ ძალიან გაკვირვებული, იმიტომ რომ უბრალოდ იმდენი ადამიანს ვხვდებით ნიუ-იორკში ვერ წარმოიდგენთ რამდენი ქართველია. ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ყველა უცხოელი აქაც სხვა მიგრანტები, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი იმაზე გველაპარაკებიან, რომ ძალიან გაიზარდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქართველების რაოდენობა ნიუ-იორკში. ამას წინათ ჩემი შვილი იყო ერთ-ერთ პარკში, ჩემს მეგობართან ერთად მე იქ არ ვიყავი და თამაშობდა და ქართულად საუბრობდა თავისთვის. და ერთ-ერთ ქართულ ადამიანს უნახავს პარკში, ვიღაც ადამიანს, რომელიც ჩემაშვილმა მაშინ არ იცოდა ვინ იყო და ძალიან გაუკვირდა რომ ქართველი ბავშვი იყო, იმიტომ რომ არავისთან არ საუბრობდა, თავისთვის ლაპარაკობდა და ერთობოდა, რაღაცას თამაშობდა და მე აღმოჩნდა არ ვისაუბრებ ვინ იყო, მაგრამ ძალიან ესეთ ცნობილი ადამიანი საქართველოში, როდესაც მე უკვე შევხვდი ამ ადამიანს და აი უბრალოდ იმდენ ვიღაცას ხვდებით ყოველდღიურად, ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს, ზოგს ახალნაცნობს, რაც გაგიკვირდებათ. აი სადარბაზოში შეიძლება შეხვდე სრულიად ახალ ქართველს, მეზობელს და აი ესეთი რაღაცები ძალიან ხშირია და სამწუხაროა რომ საქართველოს ქართველები ტოვებენ. კი ბატონო, 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა. ეს არის ძალიან მასშტაბური პრობლემა და ალბათ უცხოეთში როცა ხარ, მით უმეტეს როცა ნიუ-იორკში ხარ, აქ კიდევ უფრო მწვავედ ჩანს ეს და ძალიან დიდი მადლობა. ქაპიტანაზი, ყველაფერი გასაგებია, მე დაგემშვიდობებით. აქვე ჩემს მაყურებელსაც მინდა